აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქალაქის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ვახტეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელმაც თავი შესწირეს ქვეყანას, თავი შესწირეს სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს ოცნება ერთიან საქართველოსზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება. მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და ჩემს შვილიშვილთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ისინი ნახავენ აფხაზეთს, ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი ამ კედელზე, აი ამ მემორიალურ დაფაზე ამ გამოკვეთილი მათი დიდი ბაბუის ბიძინამ გალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია. რამე თუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. მძიმეა შედეგები, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, 10,000-ობით ტოლვილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთმიტევების, შერიგების, უნდა აღდგეს ნდობა ერთმანეთში, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობა. პირველ რიგში მე მინდა მიუსამძიმრო ყველა იმ გმირის მშობელს, რომელიც ამ მემორიალზეა გამოსახული. მიუსამძიმრო მთლიანად ჩვენ საქართველოს. რამე თუ ომის დროს, ომი არის პროცესი, როდესაც ყველაზე საუკეთესო ხალხნი მიდიან. და იმედი ვიქონიოთ იმისა, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. ემის შვილი მამუკა ბეინაშვილი 1992 წელს იყო გაწეული სამხედრო სამსახურში. დაიწყო მერე 14 აგვისტოს ეს აფხაზეთის ამბავი და წავიდა. მაგრამ არ ეკუთვნოდა შვილო, ახალწეული იყო, მაგრამ მეო ჩემს სამშობლოს სასავჭირდებიო იქ უნდა ვიყო. თუ ტყვილი თქვა ტყვია მომხდეს, ასეთი სიტყვებით დამირეკა გაიპარა. 19 წლის გახდა გასვენების მეორე დღეს. რომ იყოს მშვიდობა, ჩვენი შვილები ყოფილიყვნენ ბოლო უკანასკნელები ამ ომებში დაღუპულები. 27 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ კათალიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით მეუფე შიომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 27 სექტემბერი არის ჩვენი საერთო ტრაგედიის დღე. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ უდიდეს თავგანწირვას, ეროვნული გმირობის უდიდეს მაგალითს, რომელმაც ჟული შარტავა მისცა და ჩვენ მთავრობის წევრებმა, რომლებიც 27 სექტემბერს შეეწირნენ საქართველოს ერთიანობას და ღირსებას. ხაზი უნდა გაუსვათ ორი სასახელო მამულიშვილის, რაულ ეშბას და სუმბატ სააკიანის თავგანწირვას, რომლებიც ჟული შარტავასთან ერთად იყვნენ და შეეწირნენ სამშობლოს ერთიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიანსა და თამაზ ნადარეიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ჟიული შარტავა ეკუთვნის იმ გმირების რიცხვს, რომლებიც
განსაზღვრავენ ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნულ თვითშეგნებას და რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს გმირები გვასწავლიან, როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს. 31 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემის დღიდან და ჩვენ როგორც ტრადიციულად დღევანდელ დღეს ყოველთვის ნიშნავდა მოვდივარ ჩვენს გმირების საფლავოზე. ბატონი გიანა იყო ჩვენი მეთაური 23 ბრიგადის და ასევე ყველა გმირების საფლავებს ავდიათ და ვიხსენებთ დღევანდელ დღეს ყველას. 27 სექტემბერი არის ორმაგი ემოციების მატარებელი. ჩემთვისაც და მთლიანი ჩვენი ოჯახისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ბაბუა იყო, ოჯახის წევრი იყო, წინამძღოლი იყო და ეს ჩვენთვის ტრაგედია, მაგრამ მეორე მხრივ მან შესწირა საკუთარი სიცოცხლე ქვეყნისთვის და გარკვეული სიამაყის გზნობის გამომწვევიც არის ეს ჩვენთვის. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქის მერი გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და მათი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარის თქვეს 30-მდე ქართველთან ერთად მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.